მოგესალმებით ყველას, პატრიციამულო ბრენდ პარტნიორებო. ძალიან მიხარია წარმოგიდგინოთ ის ახალი ინსტრუმენტი, რომელსაც კომპანიას თავაზობს თითოეულ თავის ბრენდ პარტნიორს. მაშა ასე 2021 წელი ეს არის ახალი შესაძლებლობის წელი Oriflame-თან ერთად და ყველაფერი იწყება თითოეული თქვენთაგანით, რადგან კომპანიამ შემოგთავაზათ მართლაც უპრეცედენტო აქცია მენეჯერებისთვის. ეს არის ბონუს პროგრამა, რომლის მიღება შეგიძლიათ მთელი წლის განმავლობაში. დიახ, მთელი წლის განმავლობაში და ეს მოიცავს 4 პერიოდს. პერიოდიკა მიმდინარეობს პირველი კატალოგიდან მე-16 კატალოგის ჩათვლით, რომელიც გაყოფილია 4 კვარტლად. თითოეული კვარტლის პერიოდიკას ხედავთ ეკრანზე. პირველი კვარტალი მიმდინარეობს პირველი მე-4 კატალოგის ჩათვლით, მეორე კვარტალი მიმდინარეობს მე-5 მე-8 კატალოგის ჩათვლით, მესამე კვარტალი მიმდინარეობს მე-9 მე-12 კატალოგის ჩათვლით და მე-4 კვარტალი მიმდინარეობს მე-13 მე-16 კატალოგის ჩათვლით. მაშასე ამ პერიოდიკაში თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ ბონუსები 4-ვე პერიოდიკაში შესაბამისად 4 ბონუსი და თუ რა თანხებზეა საუბარი, ეს არის 500 ან 650 ან 800 ან 1100 ლარი მხოლოდ ერთი პერიოდის განმავლობაში და ბუნებრივია დანარჩენ 3-შიც. მაშასე თუ თქვენ იზრდებით, თქვენ არ ჩერდებით, აგრძელებთ გზას თქვენი წარმატების კიბეზე, ეს იმას ნიშნავს, რომ წელიწადში თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ 4 ბონუსი. პროგრამა 4-4-ზე მიიღე მაქსიმუმ, ეს არის უნიკალური პროგრამა მენეჯერებისთვის 2021 წელს და ეს ყველაფერი როდია. რადგან როგორც უკვე აღვნიშნე, პროგრამა მიმდინარეობს 4 ეტაპად, ანუ 4 კვარტლად არის დაყოფილი და თუ 4 კვარტალში, ამ 4 კვარტლიდან ნებისმიერ 3-ში თქვენ მიიღებთ ბონუსს, ამასთან ერთად დაადასტურებთ ნომერ მე-16 კატალოგში უფროსი მენეჯერის კრიტერიუმებს, გარდა ბონუსისა, თქვენ გახდებით უნიკალური მოგზაურობის მონაწილე Oriflame-ის სუპერ ღონისძიებაზე, რომელიც გაიმართება კომპანიის საიუბილეო 2022 წელს და სად გაიმართება ეს უნიკალური და დაუვიწყარი ღონისძიება, ეს იქნება თურქეთი, ადგილი, სადაც ყველაზე კარგად ისვენებს ადამიანი, სადაც შეგიძლიათ დატკბეთ სილამაზით, მიიღოთ სიამოვნება და ბუნებრივია იურთიერთოთ კომპანია Oriflame-თან ერთად. მაშასე, მოდით ცოტა დეტალებზე გადავიდეთ და კიდევ ერთხელ ავღნიშნოთ ის უპირატესობა, რომელიც სწორედ ამ პროგრამას აქვს. აქ არ არის აუცილებელი ავირჩიოთ ან ფული, ან მოგზაურობა. აქ ორივეს ერთად მიღების შესაძლებლობა. მაშასე 4 ბონუსი 1 წლის განმავლობაში და მოგზაურობა. ყველაფერი ეს პროგრამაში 4-4-ზე მიიღე მაქსიმუმი. ვის შეუძლია პროგრამაში მონაწილეობის მიღება? ნებისმიერ ბრენდ პარტნიორს, ვისაც ისტორიაში არ ქონია დაფიქსირებული უფროსი მენეჯერის წოდება და ზევით. მაშასე ისტორიაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ნომერ მე-17 2020 წლის მე-17 კატალოგის ჩათვლით. ეს არის 0-დან 18%-ის ჩათვლით არის შესაძლებელი მონაწილეობის მიღება. რა არის ამისათვის საჭირო? ავიმაღლოთ პროცენტული მაჩვენებელი წარმატების კიბეზე, მოვიცვიოთ პირადად 2 ან მეტი ადამიანი, სულ ერთია ეს იქნება VIP მომხმარებელი თუ კონსულტანტი და განვათავსოთ პირადი შეკვეთა. მაშასე 4 კვარტლის განმავლობაში ნებისმიერ კვარტალში შეგვიძლია ჩვენ მივიღოთ ბონუსი და ზრდის ფორმულა შემდეგია. აქტიურობას დამატებული ის გეგმა, რომელიც რამდენჯერმე უნდა გავიმეოროთ, უდრის ბონუსს. ცოტა დეტალურად გავშიფროთ, რას ნიშნავს აქტიურობა. ეს არის პირადად მოწვეული 2 ადამიანი, რომელიც ჯამში გვაძლევს 250 ქულას, რა თქმა უნდა 21 დღის განმავლობაში და პირადი 150 ბონუს ქულა. ეს აქტიურობა არის ყოველ კატალოგში გასაკეთებელი, პერიოდის ყოველ კატალოგში. ამის შემდგომ ამას ემატება, რა თქმა უნდა, უკვე ის პროცენტული მაჩვენებელი, რომელიც დავალება გვაქვს და ამ ყველაფერს ვიღებთ ყველაზე მაქსიმალურ პროცენტული მაჩვენებლიდან გამომდინარე, რაც უდრის უკვე ბონუსებს. მაშასე, თუ ისტორიაში ყველაზე მაღალი პროცენტული მაჩვენებელი თქვენ გქონდეთ 0-დან 9%-ის ჩათვლით, თქვენი დავალებაა 15%-ის ორჯერ გაკეთება, რაც უდრის 500 ლარის მიღების შესაძლებლობას. თუ თქვენ ისტორიაში ყველაზე მაღალი პროცენტული მაჩვენებელი გქონდეთ 12%, თქვენი დავალებაა 18%-ის ორჯერ დადასტურება
დადასტურება და ეს 650 ლარის მიღების შესაძლებლობაა. თუ თქვენ ისტორიაში ყველაზე მაღალი პროცენტული მაჩვენებელი გქონდათ 15%, თქვენი დავალება 18%, სამჯერ დადასტურება და ეს 800 ლარის ბონუსის ტოლფასია. თუ თქვენ ისტორიაში გქონდათ 18% ან 22% გავამახვილებ ყურადღებას, აქ იგულისხმება 22% ყველა ის ადამიანი, ვისაც არასოდეს არ ქონია განსხვავება ქვედა პირველ დონეზე არსებული 22%-იანი სტრუქტურიდან, ანუ 22%-იანი უბრალოდ ბრენდ პარტნიორი და არა უფროსი მენეჯერი. მაშასე თქვენი დავალება უფროსი მენეჯერის მოცულობის სამჯერ დადასტურება და ბონუსი 1100 ლარი. ხოლო ყველა ის მენეჯერი, ვინც პროგრამის პერიოდში, ანუ პირველი კატალოგის შედეგით და შემდგომ გახდება უფროსი მენეჯერი, თქვენ კვლავ გაქვთ შესაძლებლობა მიიღოთ ბონუსები, ამისათვის უბრალოდ უფროსი მენეჯერის მოცულობის დადასტურება არის საჭირო 4ჯერ და თქვენი ბონუსი 1100 ლარს შეადგენს. მოდით განვიხილოთ მაგალითი. თუ თქვენ ისტორიაში ყველაზე მაღალი პროცენტული მაჩვენებელი გქონდათ 9%, თქვენი დავალებაა 15%-ის გამეორება და დადასტურება 2ჯერ პერიოდის ნებისმიერ კატალოგში. ამასთან ერთად პერიოდის 4-ვე კატალოგში აუცილებლად უნდა გყავდეთ პირადად მინიმუმ 2 ადამიანი მოწვეული ჯამური 250 ქულით და 4-ვე კატალოგში აუცილებლად მინიმუმ პირადი 150 ქულა. და თქვენი ბონუსი შეადგენს 500 ლარს. ხოლო თუ თქვენ უფრო სწრაფად იზრდებით და პირობითად თუ თქვენი ყველაზე მაღალი პროცენტული მაჩვენებელი ისტორიაში 9% იყო, მაგრამ თქვენ დააფიქსირეთ 18%, ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენ უკვე მიიღებთ ბონუს მაქსიმალური წოდებისთვის. 18%-ის სამჯერ დადასტურების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 800 ლარს. მაშასე ბონუსი და მოგზაურობა ერთ პროგრამაში, რომელსაც ქვია 4-ზე მიიღე მაქსიმუმი. 4 ეტაპი, 4 ბონუსი. პროგრამის უპირატესობის შესახებ კიდევ მინდა გავამახვილო ყურადღება და აღვნიშნო, რომ ეს არის ერთი და გრძელი პროგრამის ნაცვლად 4 მოკლე პროგრამა. და ერთი ბონუსის მიღების ნაცვლად აქ არის შესაძლებელი მიიღოთ 4 ბონუსი. ბონუსი და მოგზაურობა ერთ პროგრამაში და მოგზაურობისთვის არ არის შესასრულებელი რაიმე დამატებითი პირობა. პროგრამაში ჩართვა შესაძლებელი არის ნომერ 12 კატალოგის ჩათვლით. მოდით კიდევ რამოდენიმე მაგალითი გავიაროთ იმისათვის, რომ კარგად, ასე ვთქვათ, განსაზღვროთ ჩვენი შესაძლებლობები. თუ ისტორიაში ყველაზე მაღალი პროცენტული მაჩვენებელი იყო 0-დან 9%, პირველი დავალება ხედავთ, რომ 15%-ია, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, პირველ პერიოდიკაში ეს მოიცავს პირველ, მეორე, მესამე, მეოთხე კატალოგს. სულ ერთია 15%, რომელ კატალოგებში გექნებათ პირველში და მეოთხეში, პირველში და მესამეში, ანუ ზედიზედ არ არის აუცილებელი. 15%-ის ორჯერ დაფიქსირების შემთხვევაში მიაქციეთ ყურადღება ყოველთვის ახალი პროცენტული მაჩვენებლის დაფიქსირების შემთხვევაში ბონუსზე კვალიფიკაციისთვის ქვედა პირველ დონეზე არსებული მენეჯერისგან აუცილებლად უნდა იყოს პროცენტული განსხვავება მინიმუმ 1%-ულ დონეში. პირადი 150 ქულა 4-ვე კატალოგში სავალდებულოა, პირადად მოწვეული 2 ადამიანი, რომელიც ჯამურად 250 ქულას გვაძლევს, ასევე სავალდებულოა 4-ვე კატალოგში. ხედავთ, რომ პირველ პერიოდისათვის ყველა პირობა შესრულებულია და ადამიანმა მიიღო 500 ლარი. მეორე პერიოდში რაღაცა მიზეზის და გამო პირობა ვერ შესრულდა. ეს შეიძლება იყოს ის, რომ ვერ გავიდა ახალ პროცენტულ მაჩვენებელზე, ან არ იყო განსხვავება ქვედა პირველ დონეზე მყოფი მენეჯერისგან, ან პირადი 150 არ გაკეთდა თუნდაც რომელიმე კატალოგში, ან თუნდაც რომელიმე ერთ კატალოგში ვერ მოიწვია 2 ადამიანი, რომელმაც ჯამში 250 ქულა. ყველა ეს სამწუხაროდ პირობის შეუსრულებლობას ნიშნავს. თუმცა მაგალითში ვხედავთ, რომ მესამე პერიოდში 18% სამჯერ არის შესრულებული 150 პირადი ქულა ყველა კატალოგში და 2 მოწვეული ადამიანი ჯამურად 250 ქულით 4-ვე კატალოგში, ანუ მე-9-დან მე-12 კატალოგის პერიოდიკაში შესრულებულია. ეს იმას ნიშნავს, რომ 800 ლარი ადამიანმა უკვე მიიღო და მეოთხე პერიოდიკაში თქვენ ხედავთ, რომ უფროსი მენეჯერის მოცულობა აქ სამჯერ არის შესაძლებელი, აუცილებლად დადასტურება მე-16 კატალოგში, რაც წესად არის, პირადი 150 4-ვე კატალოგში, პირადად 2 მოწვეული ადამიანი 250 ჯამური ქულით 4-ვე კატალოგში, რაც იმას ნიშნავს, რომ მეოთხე პერიოდიკისთვის ადამიანმა მიიღო 1100 ლარი. ჯამურად ეს იმას ნიშნავს, რომ 4-დან 3 პერიოდში პირობა შესრულებულია, რაც იმას ნიშნავს და ამასთან ერთად რომ მე-16 კატალოგში დადასტურებულია უფროსი მენეჯერის მოცულობა 2400 ლარი ჯამურად ბონუსის სახით მიიღო ამ ადამიანმა და თურქეთის კვალიფიკაცია ასევე შესრულებულია, იმიტომ რომ 4-დან 3-ში ადამიანმა ბონუსი მიიღო. მოდით განვიხილოთ კიდევ რამოდენიმე მაგალითი, როდესაც პირობითად უფრო სწრაფად იზრდება ადამიანი, ისტორიაში მაქსიმალური პროცენტული მაჩვენებელი 9 ან 12 ან 15 იყო და ვხედავთ, რომ
აი აქ არის წარმოდგენილი ის მაგალითი, როდესაც ადამიანი ფაქტიურად ყველა ბონუსს იღებს და ხედავთ, რომ პირველი პროცენტული მაჩვენებელი არის დაფიქსირებული 18%, თუ 9-ზე იყო და 18-ს აფიქსირებს, ეს იმას ნიშნავს, რომ ნახტომია და ის 18%-ზე კვალიფიცირდება, თუ 12-ზე იყო ან 15-ზე, შესაბამისად აქაც უკვე 18% დავალებაა და მას ასე 18%-ის სამჯერ დაფიქსირების შემთხვევაში აღარ გავმეორდები იმაზე, რომ პირადი 150 და 2 მოწვეული, პირადად 2 მოწვეული ჯამური 250-ით სავალდებულო არის პერიოდის ყოველ კატალოგში. მას ასე პირველი პერიოდი ყველანაირად შესრულებულია და 800 ლარი ბონუსი დარიცხულია. შემდგომ მეორე პერიოდზე ხედავთ, რომ ადამიანს სამჯერ უფროსი მენეჯერის მოცულობა აქვს დაფიქსირებული, პირადი 150 შესრულებულია, 2 მოწვეული ყოველ კატალოგში არის, ყველა კატალოგში განსხვავება ქვედამყოფი მენეჯერისგან თუ ასეთი არსებობს არის ამ შემთხვევაში და ხედავთ, რომ 1100 ლარი დაერიცხა. გაიხსენეთ ის ასე ვთქვათ, მინიშნება, რომელიც რამოდენიმე სლაიდით წინ იყო, თუ ადამიანი ხდება უფროსი მენეჯერი პროგრამის მსვლელობის პერიოდში, ეს ადამიანი 4-ჯერ დაფიქსირების შემთხვევაში კვლავინდებურად იღებს ბონუსს. აი ზუსტად ეს მაგალითია წარმოდგენილი, როდესაც მესამე პერიოდში ადამიანი აგრძელებს უფროსი მენეჯერის მოცულობის დადასტურებას და ხედავთ, რომ მესამე პერიოდში 1100 ლარი კვლავ დარიცხულია და ასევე მეოთხე კატალოგში ამ ადამიანმა შეძლო ისევ 1100 ლარის მიღება, იმიტომ რომ მან ეს ასე ვთქვათ ტენდენცია გააგრძელა, ამასთან ერთად მიაქციეთ ყურადღება მე-13 კატალოგში, ანუ მეოთხე პერიოდიკის პირველ კატალოგში. ეს ადამიანი ხდება დირექტორი. მას ასე ჯამურად 4100 ლარი მიიღო ბონუსის სახით, როგორც დირექტორმა მიიღო კომპანიისგან $1000 პრემია და ბუნებრივია კვალიფიცირდა თურქეთის ასე ვთქვათ საგზური მიიღო. შემდეგი მაგალითი, როდესაც ადამიანი იყო ნებისმიერი 9, 12, 15, 18 ან 22 კვლავინდებურად გამეორდება, ეს არ არის უფროსი მენეჯერი, ეს არის ის ადამიანი, ვისაც განსხვავება არასოდეს არ ქონია ისტორიაში და ხედავთ, რომ ამ ადამიანის ასე ვთქვათ დინამიკა შემდეგია, უფროსი მენეჯერის მოცულობა პირველ პერიოდიკაში იყო 4-ჯერ, რამაც 1100 ლარი ბონუსი მისცა. მეორე პერიოდიკაში ეს ადამიანი ასევე იმეორებს უფროსი მენეჯერის მოცულობას და მერვე კატალოგის შედეგით ხდება დირექტორი და აქაც 1100 ლარი ერიცხება. მესამე პერიოდიკაში სხვადასხვა მიზეზის და გამო შეიძლება უბრალოდ პირადი 150 არ იყო, ან 2 ვერ მოიყვანა, ან იმ 2-ისგან 250 ვერ შეგროვდა, ან განსხვავება იყო, ან სხვადასხვა მიზეზი შეიძლება იყოს. მესამე პერიოდიკაში არ არის შესრულებული პირობა, თუმცა მეოთხე პერიოდიკაში ხედავთ, რომ 4-ჯერ უფროსი მენეჯერის მოცულობა დადასტურებულია, მათ შორის მე-16 კატალოგში ეს არის გამეორებული, კვლავინდებურად მეოთხე პერიოდიკაში აიღო 1100 ლარი, ჯამურად ბონუსმა შეადგინა 3300 ლარი, ამასთან ერთად დირექტორის პრემია, რომელიც მერვე კატალოგის შედეგით მიიღო დარიცხულია და თურქეთის კვალიფიკაცია მას შესრულებული აქვს. განვიხილოთ მაგალითი, როდესაც ადამიანი რეგისტრირდება პროგრამის მსვლელობის პერიოდში. აქ გასათვალისწინებელია ის, რომ როდესაც რეგისტრირდება ადამიანი, თუ პირობითად რეგისტრირდება პირველი პერიოდის განმავლობაში, სულ ერთია ეს იქნება პირველი, მეორე, მესამე თუ მეოთხე კატალოგი. მისთვის კვალიფიკაცია იწყება მომდევნო პერიოდიდან. აი აქ არის მოყვანილი მაგალითი, როდესაც ადამიანი დარეგისტრირდა მეორე პერიოდში. ანუ ეს შეიძლება ყოფილიყო ან მე-5, ან მე-6, ან მე-7, ან მერვე კატალოგი. ამ ადამიანისთვის სტარტი პროგრამაში იწყება მესამე პერიოდიდან, მისი დავალება, ხედავთ, რომ აი ყოველ შემთხვევაში ამ ადამიანს ბუნებრივია შეეძლო გაეკეთებინა თუნდაც 15% და 15%-ისთვის 500 ლარს მიიღებდა, მაგრამ ამ მაგალითში მოყვანილი არის 18%-ის 2-ჯერ დაფიქსირება და ეს უკვე 650 ლარს, ასე ვთქვათ, შეადგენს, მაგრამ ნახეთ, მნიშვნელოვანი არის ის, რომ ეს ადამიანი აგრძელებს ზრდას, ის აფიქსირებს უფროსი მენეჯერის მოცულობას 3-ჯერ, იღებს 1100 ლარს უფროსი მენეჯერისათვის კუთვნილს და ამასთან ერთად ის კვალიფიცირდება თურქეთზე, იმიტომ რომ მე-16 კატალოგში მას ასევე აქვს დადასტურებული უფროსი მენეჯერის მოცულობა და ასევე უფროსი მენეჯერის მოცულობა აი რამდენჯერმე, ანუ 3-ჯერ მას აქვს მეოთხე პერიოდზე დაფიქსირებული. მას ასე ჯამური ბონუსი 1750 ლარი ამ ადამიანმა მიიღო. და კიდევ ერთი საინტერესო მაგალითი, ისევ როგორც აი ამ მეორე მაგალითზე, როდესაც ადამიანი უფრო გვიან რეგისტრირდება, ამ ადამიანებს უკვე კომპანია აღარ ეუბნება, ვალდებულებას აღარ აძლევს, რომ 3 პერიოდიკა აუცილებლად კონდეს გაკეთებული პირობა, იმიტომ რომ მეორე პერიოდში იყო ადამიანი დარეგისტრირებული
რეგისტრირებული ფიზიკურად ვეღარ მოახერხებდა სამ პერიოდში კვალიფიკაციის შესრულებას, აი ამიტომ ეს ადამიანი კვალიფიცირდა. იგივე მაგალითი არის მოყვანილი ახლა, ნომერ მე-5 მაგალითი, რომელსაც ეკრანზე ხედავთ, ადამიანის რეგისტრაციის თარიღი არის მე-3 პერიოდი, სულ ერთია მე-9 და მე-12 კატალოგის ჩათვლით როდის და შეგახსენებთ მე-12 კატალოგი არის ბოლო კატალოგი, როდესაც რეგისტრაცია არის შესაძლებელი. ყველა ასეთ ადამიანს აქვს შანსი იმისა, რომ თუ ეს ადამიანები უფროსი მენეჯერის მოცულობას მინიმუმ 3-ჯერ დააფიქსირებენ. პირადი 150-ით და 4-ვე კატალოგში მინიმუმ 2 ადამიანის მოწვევით აქ ხვდებით, რომ 2-ზე მეტი პირადი მოწვეული ეყოლება ბუნებრივია ასეთ ადამიანს. ეს ადამიანი იღებს ისევე როგორც 1100 ლარს ბონუს, ასევე კვალიფიცირდება თურქეთში სამოგზაუროდ. და მაგალითი, როდესაც ხედავთ, რომ ადამიანი დარეგისტრირდა მე-3 პერიოდში, მან მე-4 პერიოდში 18% დააფიქსირა. 3-ჯერ მიიღო 18%-ისთვის 800 ლარი, მაგრამ ეს ადამიანი ვერ კვალიფიცირდა თურქეთზე. რატომ? იმიტომ, რომ ამ ადამიანს ჰქონდა დავალება 22% თურქეთზე კვალიფიკაციისთვის და ამასთან ერთად, რა თქმა უნდა, ისევე როგორც უფროსი მენეჯერის მოცულობის ბონუსი უნდა მიიღო, ასევე მე-16 კატალოგში უნდა ქონოდა დადასტურებული 22%-ის ასე ვთქვათ კვალიფიკაცია. მას ასე მხარდამჭერი ინსტრუმენტები ასევე უხვად იქნება. პირველი, სად შეიძლება ვნახოთ ჩვენი მაქსიმალური პროცენტული მაჩვენებელი ისტორიაში, რა თქმა უნდა, ამონაბეთში და თქვენ საიტზე, ჩემ ბიზნესში თქვენ გაქვთ ყველა ეს ანგარიში ნაჩვენები. ასევე ძალიან საინტერესო კალკულატორი, რასაც ოდნავ მოგვიანებით დაუბრუნდებით, თითოეულ თქვენთაგანს ექნება შესაძლებლობა დატესტოს ესა თუ ის მაგალითი, რა ბონუსზე შეიძლება კვალიფიცირდეს ადამიანი. ამასთან ერთად საინფორმაციო ფურცელში აუცილებლად აისახება პროგრამა იმისათვის, რომ დინამიკა დაინახოთ და კატალოგების მიხედვით შესრულება ამ ანგარიშს ველოდებით მეორე კატალოგიდან, ასევე საიტზე იქნება ძალიან საინტერესო ანგარიშები, ესეც ნომერ მეორე კატალოგიდან. მენეჯერებს ექნებათ პერსონალური ანგარიში თავის კაბინეტში იმისათვის, რომ თავისი დინამიკა დაინახონ, ხოლო ლიდერებს ექნებათ, ასე ვთქვათ, ყველა მისი, ასე ვთქვათ, უფროსი მენეჯერი და ზევით, ასე ვთქვათ, მისი გუნდის შედეგების მონიტორინგის შესაძლებლობა. მაშინ ასე აი ეს ყველაფერი პროგრამაში 4-4-ზე მიიღე მაქსიმუმი. ეხლა მე მინდა წარმოგიდგინოთ ეს კიდევ ერთი ინსტრუმენტი, რაზეც მე ვსაუბრობდი, ეს არის კალკულატორი და რა არის მნიშვნელოვანი. ყველა, ასე ვთქვათ, ველი გარდა ნარინჯის ფერის არის დაბლოკილი, ანუ არანაირი манипуляცია, რაღაცის, ასე ვთქვათ, შეტანა ინფორმაციის აქ შეუძლებელია. მნიშვნელოვანი არის ის, რომ ზევით, აი აქ აუცილებლად ყოველთვის უნდა იყოს შეტანილი რეგისტრაციის კატალოგი, თუ ადამიანი მე-17 კატალოგამდე, ან მე-17 კატალოგის ჩათვლით არის რეგისტრირებული, მაშინ აი ამას უცვლელად ვტოვებთ, ხოლო თუ შემდგომ პროცესში რეგისტრირდება ადამიანი, რომელსაც უნდა რომ თქვა თავისი გეგმა ნახოს და ასე შემდეგ დინამიკა, აი აქ უკვე ხედავთ ჩამოშლის შემთხვევაში აქ უკვე გვაქვს ასე ვთქვათ პერიოდიკები. პირველი პერიოდიკა, მეორე პერიოდიკა, მე-3 პერიოდიკა, რომელიც კატალოგების მიხედვით არის. ანუ თუ ადამიანი რეგისტრირდება პირველიდან მე-4 კატალოგის ჩათვლით, შესაბამისად ვირჩევთ უკვე აი ამ ნაწილს. თუ ადამიანი მეორე კვარტალში, ანუ მე-5 კატალოგიდან მე-8 კატალოგის ჩათვლით რეგისტრირდება, ვირჩევთ უკვე აი ამ ნაწილს. ხოლო თუ მე-3, თქვენ ხედავთ, რომ მე-4 ეტაპის, ასე ვთქვათ, ჩამონათვალი აქ არც არის, იმიტომ რომ მე-12 კატალოგი არის ბოლო ვადა რეგისტრაციის. მოდით დავტოვოთ, რომ ვთქვათ, ადამიანი უკვე ბაზაშია და იყო დარეგისტრირებული და აი აქ აუცილებლად უნდა ჩავწეროთ ის მაქსიმალური პროცენტული მაჩვენებელი, რომელიც ადამიანს ჰქონდა ისტორიაში. მაშასე, თუ ადამიანს ვთქვათ, ისტორიაში ჰქონდა 12%. ეს იმას ნიშნავს, რომ აი აქ ყველაფერი წერია და აი აქ არის, ასე ვთქვათ, კარნახი, როდესაც 12% გქონდა ისტორიაში, ჩვენ აუცილებლად 18% უნდა დავაფიქსიროთ ორჯერ. აქაც არის მინიშნება, რომ აუცილებლად პროცენტული განსხვავებით. მაშინ ასე მე როგორც კი დავაჭერ ღილაკს ხელს 18%, თქვენ ხედავთ, რომ აი აქ არის 18% და აქ არის 18%, ასე ვთქვათ, განსხვავების გარეშე. კიდევ ერთხელ თუ ფიქსირდება განსხვავების გარეშე, ეს იმას ნიშნავს, რომ ის პერიოდიკა უკვე შეუსრულებელია და ჩავარდნა არის. მაშინ ასე დავაფიქსიროთ 18%, მე უკვე შემიძლია copy paste-ით გადავიტანო მაგალითად ეს 18%, პირადი 150 და 250 აუცილებლად სავალდებულოა. აი აქ ხედავთ, რომ ჯამურად უკვე ორჯერ გამოვიდა
ასე ვთქვათ, დადასტურება, რაც იყო დავალება და ბონუსი ავტომატურად 650 ლარი ჩამეწერა. ხედავ რომ შემდეგ პერიოდიკაზე ჩემი დავალება არის უკვე უფროსი მენეჯერის შესრულება 3-ჯერ და აი აქ უკვე ავტომატურად გადმომიტანა სისტემამ რომ ჩემი მაქსიმალური პროცენტული მაჩვენებელი ისტორიაში იყო 18, აველს არ ვეხებით მხოლოდ ნარინჯის სფეროს, მას ასე აქაც ჩამოვშალე, ავირჩიე აუცილებლად 22%, ოღონდ უფროსი მენეჯერი, იმიტომ რომ 22% აქ არის განსხვავების გარეშე. მაშინ ასე დავაკოპირე. ჩემი დავალება იყო უფროსი მენეჯერის მოცულობის 3-ჯერ დაფიქსირება და ხედავთ რომ 1100 ლარი შევასრულე და აი აქ უკვე ასე ვთქვათ სუბთა, როდესაც აქ სუბთა ეს იმას ნიშნავს რომ მე არაფერი არ დამრჩა პირობა შესასრულებელი. ხედავ რომ შემდგომში ჩემი დავალება არის 4-ჯერ უფროსი მენეჯერის დადასტურება. აი აქ ახლა ვაკოპირებ. შემიძლია ჩამოვშალო, შემიძლია ჩვეულებრივად copy paste-ით გავაკეთო. და ხედავთ რომ 4-ჯერ ჯამურად მე 22% უფროსი მენეჯერის მოცულობა მაქვს დადასტურებული 1100 ლარი მივიღე და მე ასე ვთქვათ მკარნახობს კალკულატორი რომ აუცილებლად უფროსი მენეჯერის მოცულობა უნდა დავაფიქსირო და აუცილებლად მათ შორის უნდა იყოს მე-16 კატალოგში. ნახეთ აი აქ ჯამურად მე კალკულატორი მეუბნება რომ 2850 ლარი მივიღე, მაგრამ თურქეთი არ მაქვს შესრულებული. ნახეთ, მე თუ მე-16 კატალოგში ჩავაჯენ უფროს მენეჯერს, მე ვხედავ რომ მე უკვე თურქეთი შესრულებული მაქვს, 2850 შესრულებული მაქვს, მაგრამ აი აქ მთელი ასე ვთქვათ კვარტლის განმავლობაში, მე-4 კვარტლის განმავლობაში, მე-13 კატალოგიდან მე-15 კატალოგის, მე-16 კატალოგის ჩათვლით 4-ჯერ დავაფიქსირე, 1100 ლარი კიდე დამემატა, ანუ 2800 ლარის ნაცვლად მე უკვე 3900 ლარი მაქვს ასე ვთქვათ აღებული. ასე რომ ეს ძალიან საინტერესო ინსტრუმენტი, რომელიც თქვენ გექნებათ ხელთ და ასევე ბუნებრივია გამოგეგზავნებათ ძალიან დეტალური Word-ის ფაილი, სადაც ყველაფერი ის, რაზეც ეხლა მე და თქვენ ვისაუბრეთ, არის უკვე ასევე დეტალურად გაწერილი. ასე რომ თითოეულ თქვენთაგანს გისურვებთ წარმატებებს, მიიღეთ მაქსიმუმი 2021 წელს.